შემთხვევაში გეტყვის დღესდღეობით სამწუხაროდ ცუდი ფაქტი გაავრცელდა, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც მე სოლიდარობას უცხადებ, მისი და გამოვიდა, თქვენ წარმოიდგინეთ და თქვა, რომ მეო ვემიჯნებიო ჩემი ძმის გადაწყვეტილებებსო. ცაცუაზე მაქვს საუბარი, არ ვიცი თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ეს ბატონი, მე მას პირადად სოლიდარობას უცხადებ, იმიტომ რომ ის მოქმედებს ისე როგორც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს მოსამართლემ და მოსამართლემ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და კანონის მიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მისი და გამოვიდა საჯარო სივრცეში ხალხო და საჯარო სივრცეში თქვა რომ მისი ძმის გამო იხდის ბოდიშს. აი ამ დონემდე მივედით რომ აი ესეთ აი ბულინგმა გამოიწვია ის რომ აი ესე ოჯახები ერთმანეთს გადაკიდა. ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაეკიდნენ. და ჯერ ესეთი რა ვიცი, მე არ ვიცი, ესეთი დაძმობა, ან ეს რა დაძმობა, ან რაც სოლქმრობა, ეხლა რაც ბატონი ნიკოლოზი საუბრობს, რომ რაღაცა საკითხი ოჯახში არ გაარკვიო და ოჯახში ვერ დაალაგო. ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირები, ეხლა ელჩი არის. აქ, რა ვიცი, სახელმწიფოზე საუბრობთ. მე ხარ ბოლო ინტერესებზე საუბრობთ. როგორ შეიძლება ესე რომ ესე ვთქვათ, ერთი ოჯახის წევრი სხვას გაკიოდეს, რადიკალურად სხვა განსხვავებულ პოზიციას, მეორე სხვას. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ვაკონტროლოთ. და არ შეიძლება რა, პატივი უნდა ვცეთ. ლოგინშიც? ყველგან უნდა აკონტროლოთ ეხლა. არ ვიცი ეხლა. მიმართო ხელისუფლებას. აი ეხლა მე მინდა რომ თქვენი ეთერის მეშვეობით ბატონო ნიკოლოზ მიმართო ხელისუფლებას. ნუ თუ არ დადგა ის დრო რომ თქვენ ისწავლოთ, ვინ არის თქვენიანი და ვინ არ არის თქვენიანი. როდი შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დღე დადგეს და გათენდეს ის დღე რომ მე ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში რომ ნამდვილად ერთგულება არის დაფასებული. როგორც მაგალითად ეგრეთ წოდებული ნაცსექტა რომელიც თავისიანებს რო აფასებს, ეგრე უნდა დააფასო თქვენიანები. და ეს გადმობარგებული ხალხი რომელიც თქვენთან არის სამწუხაროდ და ქოლგასავით, ქოლგა გაუშალეთ, თანამდებობები მიეცით, დაასაქმეთ, ხომ? ეს ადამიანები ხომ ხედავთ რომ არ არიან თქვენთვის დასაყრდენი ადამიანები. უნდა თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც 2012 წელს საკუთარი სიცოცხლის ფასად თქვენს გვერდით იდგნენ და დღემდე თქვენთან არიან. იდეოლოგიურად თქვენთან არიან. და არ იცვლებიან. ესე იგი აი ეს არის თავარი და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება თუ გინდათ რომ აი ამ 4 წლის განმავლობაში თქვენ ძალიან დიდი წინსვლა გქონდეთ. თორემ ვერ გექნება წინსვლად, იმიტომ რომ როცა საქმეს აკეთებ და ჩასაფრებული ყავს შენი ჩინოვნიკი, შენი მოკლედ დასაყრდენი ადამიანი და ის საბოტაჟს გიწყობს, ვერ გექნება წინსვლა. ამიტომ ვინც გასაყრელია ბოლო-ბოლო გაყარეთ ეს ადამიანები სამსახურებიდან და უამრავი ადამიანია დასასაქმებელი და მიეცით ამ ხალხს და გაუხსენით. გადადგით ესეთი მკვეთრი ნაბიჯები და მერწმუნდეთ თქვენს კარგად იქნებით და ქვეყანაც წინ წავა. დღეს ეხლა ისე რომ პაროს გაიყრიან და ვაიმე ბულინგის მსხვერპლი არ გავხდე, ეს არ გავხდე, ეს არ გავხდეთ. გადამიარეს პირდაპირი გაგების, გადამიარეს. მაგრამ რომ ვიცი რომ მართალი ვარ და რომ ვიცი რომ სწორ პოზიციაზე ვდგავარ, არც აი ამ ბულინგის მეშინია, არც მათი ვითომ და რაღაცა კაკუნის მეშინია და არც მათი ეგრეთ წოდებული საკათმის მეშინია, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად ჩემი და ჩემი ოჯახი დააბულინგონ და 1000 გვარ საზიზღრობებს მიძღვნიან, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ტელევიზიის მეშვეობით თუ რაღაცა სოციალური ქსელებით. მაგრამ მე ყოველთვის იქ ვიდგები და ყოველთვის ვიქნები იმ აზრების და იმედების ერთგული, რაც არის რომ ჩემი სამშობლო მინდა რომ მე მეკუთვნოდეს, ჩვენ გვეკუთვნოდეს და არ ვიყოთ მონები. და ამ იდეას დღეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტია ატარებს. ეს არის ქართული ოცნება და ეს დასანახია და ეს დასაფასებელია. ამიტომ თქვენც ამოიღეთ ხმა რა. არ მეშინია არაფრის, არც იმის, არც იმის. იმიტომ რომ მართალი ვარ, მჯერა რომ მართალი ვარ. თქვენც ესე უნდა გჯეროდეთ. გასაგებია?